შემოგვიერთდა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი საბა ჭირაიძე. გილომშვიდობისა მამა საბა. გაგახაროთ ღმერთს. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლიერება და მისი მნიშვნელობა ეს არის დღეს ჩვენი სასაუბრო თემა. პირველ რიგში რომ გავმარტოთ, რას ნიშნავს მადლიერება, რაში გვეხმარება ეს განცდა ადამიანების ცხოვრებაში და ალბათ უპირველესად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რაც ზოგადად გვაქვს ადამიანებს ბუნებით. გვიჭირს ყოველთვის მადლიერება გამოვხატოთ უფლის ადამიანების ერთმანეთის მიმართ. რატომ ხდება ეს და რას ნიშნავს ზოგადად მადლიერება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეც ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, რა ვიცი, გამოგიტყდებით და ჩემი საყვარელი თემაა ეს. საფიქრალადაც, სასაუბროდაც, გადაგებისთვისაც და რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად ხვდები, რომ ეს არის ყველაზე არსებითი თვისება. შეიძლება ითქვას გადამრჩენელი თვისება ადამიანის. გამსაზღვრელი, ესეც შეიძლება ითქვას ქრისტიანის და ქრისტიანი მადლიერების გარეშე ქრისტიანი არ არის. ყველაზე აღმატებულ მსახურებას, რაც დედამიწაზე აღესრულება, რაც არის ზეციური მსახურება მიწაზე, ხო, აი წირვა, რასაც ვეძახით ჩვენ, ხო? ბერძნულად ორი შესატყვისი აქვს. ერთი არის ლიტურგია, რომელიც ნიშნავს საზოგადო მსახურებას და მეორე არის ევქარისტია, რომელიც ნიშნავს მადლიერებას. ამ უკანასკნელზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ ახლა საზოგადო მსახურება გასაგებია, რომ ახლა იმ კუთხით, რომ შემოიკრებს ყველას ადამიანებს და აერთიანებს, მაგრამ აი უფრო მეტად მახასიათებელი და გამსაზღვრელი ამ მსახურებისა, ხო, არის სწორედ ეს მეორე სიტყვა. მადლიერების მსახურება. აი ნახეთ როგორი რამეა მადლიერება ეს არის, არ მახსოვს ვიღაცას ეწერა ერთხელ სოციალურ ქსელში წავაწყდი, ვიღაცის აზრი იყო ისეთი ცნობილი გამოჩენილი ადამიანის, რომ უზრდელ ადამიანებში მადლიერების თვისებას ვერ ნახავთ. წარმოუდგენელი, უზრდელი და უტიფარი ადამიანი ვერასოდეს მადლიერი ვერ იქნება, რა. მადლიერება არისო დახვეწილი, სულიერად დახვეწილი და სულიერად სწორად აღზრდილი ადამიანის თვისება. აი ნახეთ როგორი რამე. მე წლების წინ ერთი გადაგებაც ამასთან დაკავშირებით, რომ მადლიერება ეს არის ფორმულა ბედნიერების. ბედნიერება არის ის, რასაც ყოველი ჩვენგანი ვეძებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ხომ ასე? ეს ნორმალურია. ზოგს გონია რაღაცა ეს რაღაცა როგორ გითხრათ ამ პარტავნებასთან წილნაყარი რამ არის რომ ბედნიერებას ეძებს და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ადამიანში იმთავითვე ჩადებული არის ბედნიერება. ღმერთმა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა. ეხო გაგვიგია რომ ეხა ტანჯვისთვის ყოფილა ადამიანი გაჩენილი და რაღაცა ესეთი დასკვნები რო გამოვაქვთ ხოლმე ადამიანებს. ეს ასე არ არის. ეს რაღაცა სულმოკლე ამოძახილია ხოლმე ხანდახან ადამიანის, რომ აი რო ვერ უძლებს რაღაცა იმ პრობლემებს, იმ ტანჯვებს და წირო ვერ იყურება და სარწმუნოებით რო არ არის განათებული მისი სული, ესეთი ადამიანი ამოიძახებს ხოლმე იმ დროს ამას. სინამდვილეში ნახეთ როგორი რამე. ადამიანი არის გაჩენილი ბედნიერებისთვის, უსაზღვრო ბედნიერებისთვის, ისეთი ბედნიერებისთვის, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება ჩვენ დღეს, აქ სანამ ხორცში ვიმყოფებით, ამას პირდაპირ ამას პავლე მოციქული რომ თვალს არ უხილავსო, გონება ვერ წარმოიდგენსო, უსარსმენიაო, ისეთი ბედნიერება ელოდებაო ადამიანსო, როცა თუ კი ის, რა თქმა უნდა, გამართლდება ღვთის წინაშე და ღმერთმა გაგამართლოს ყველა ჩვენგანი და ნახეთ, იცის ყველა ადამიანი, რომ ბედნიერებისათვის არის გაჩენილი და ყველანაირად ცდილობს აქ ამ ქვეყანაზე, ამ მიწიურ ცხოვრებაში, როგორმე მივიდეს აი იმ ბედნიერებამდე. და ახლა აქ უკვე ორი ადამიანი გამოიკვეთება, ორი ტიპი, ხო, ერთი ადამიანი, რომლებიც სულიერად აზროვნებს და სულიერი თვალია გახელი და მეორე, რომელსაც ხორცილი. მეორეთი დავიწყოთ, აი თუ ადამიანს მხოლოდ ხორცილი თვალია გახელი და სულიერ რეალობას ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, ხო? მისი ბედნიერებისადმი სწრაფვა გამოიხატება მხოლოდ აი ამ ქვეყნიურ რაღაცა სიხარულებისკენ მისწრაფებაში, ხო, თქვათ, რაღაცა იქნება ეს კარგი სახლი, თქვათ, კარგი სამსახური, ჯანმრთელობა, მისი შვილების ჯანმრთელობა, კარგი საკვები, კარგი დასვენება, მანქანა, თქვათ, კომფორტი რაც არის, ხო? კომფორტი, კი ბატონო, აი ზუსტად რომ კომფორტი შეესაბამება ზუსტად მაგ
ყველაფერს ახლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ აი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიური კომფორტი მოიწყოს, იმიტომ რომ მისი თვალი სხვას ვერ ხედავს, მისი ხელი სხვა ვერაფერს ვერ ეხება და სწამს და აღიარებს მხოლოდ იმას, რასაც თვალით ხედავს და ხელით ეხება და ამიტომ აი აქ უნდა მოიწყოს თავისი ბედნიერება რა, აქ უნდა გქონდეს ყველაფერი იქ სიმშვიდე, კარგი მეგობრები, კარგი გარემო და ასე შემდეგ, მოკლედ რასაც ჩვენს ეხლა მე რაც ჩამოვთვალე, ამის ცუდი არაფერი არ არის, მოდი ვთქვათ პირდაპირ, ხო და ყველა ადამიანს უნდა ეს, ხო, მეტნაკლებად. მაგრამ ჩვენ გვაუწყდება, რომ დაცემული ბუნება გვაქვს ადამიანებს და შესაბამისად ეხლა სამყაროში ცხოვრობთ, რომელშიც უფალი ბრძანებს, რომ თავადი ამას ოფლისზე არის ეშმაკიო, სატანა, ხო? აქედან გამომდინარე ის ხორციელი ბედნიერება, რომელსაც ჩვენ აქ ამ ქვეყანაზე ამ ხორციელ კომფორტში მოვიაზრებთ და ვესწრაფით, წარმოუდგენელია კეთილ ადამიანებო. იმ სახით, როგორ ჩვენ გვინდა და ამიტომაც არის მე რომ აი ადამიანი რომ მთელი ცხოვრება წვალობს, აი ყველაფერს აკეთებს, კანიდან ხტება იმისათვის, რომ უკეთეს შემთხვევაში რა თქმა უნდა, თუ კი ადამიანი ზარმაცი არ არის რა, რომ აი ყველაფერს აკეთებს, ჯერ სწავლობს, მერე შრომობს, რომ აი უნდა რომ რატო აკეთებს ამ ყველაფერს მიზანი აქვს რაღაცა მთავარი, რომ აი ბედნიერად უნდა იქცნოს თავი, კომფორტულად ვერ ახერხებს რა. ვერ აი სულ რაღაცა ხელს უშლის ამ ბედნიერებაში, აი ამ კომფორტში, რომ ბოლომდე კარგად იქცნოს თავი, ვერ. და მერე არის უკვე რომ აი მაგას რომ ამბობს ხოლმე რას თქვი რა, რომ არა პრობლემები ყოფილა, წვალება ყოფილა, ეს ცხოვრება ტანჯვა ყოფილა, რატო? იმიტომ რომ აი იმას ვერ აღწევს, რასაც უნდა მიაღწევს. და ვერც მიაღწევს, აი ამაშია საქმე. ეხლა მოდი სულიერი ადამიანი განვიხილოთ. სულიერი ადამიანი ბედნიერებას აქ ამ ქვეყანაზე აი იმ სრულყოფილი სახით არ ელოდება, იმიტომ რომ მან კარგად იცის რომ დაცემულ სამყაროში ცხოვრობს. დაცემული ადამიანებით გარემოცულში და თავადაც დაცემულია. ამიტომ ის არ ელის აქ იმ სრულყოფილ ბედნიერებას. მან იცის რომ ეს მისი სამშობლო არ არის. ეს მისი დევნილობის ადგილია. და იცის რატომაც არის ეს დევნილობის ადგილი, მცოდვის გამო და იცის რომ კვლავ უნდა დაბრუნდეს მე იმ სამშობლოში, სადაც ბედნიერი იყო. აი ნახეთ, ნოსტალგია აქვს ადამიანს იმ სამყოფილისადმი, სადაც ის ბოლომდე სრულყოფილად ბედნიერად გრძნობდა თავს, აი რომელზეც ვამბობდი რომ პავლე მოციქული გვეუბნება რომ გველოდება ის ყველაფერი, ხო? ამიტომ სულიერმა ადამიანმა იცის ეს ყველაფერი და ის აქ არ ელის ამ ისიც ბედნიერებისკენ ისწრაფის, ოღონდ მისი ბედნიერების ვექტორი სხვაგან არის მიმართული სულიერ სამყაროში. და აი მე ბევრჯერ მეთქვამს ხოლმე რომ აი წმინდა მამები მაგალითად რომლებიც განსაკუთრებულ ასკეტურ ღვაწლს ირჩევდნენ, ხო თქვა ზოგი ღვიმეში ცხოვრობდა, ზოგი სვეტზე ადიოდა იქ და ეყუდებოდა, ზოგი კვირაში ერთხელ ჭამდა, ზოგი რაღაცა ღამე არ ეძინა და მღვიძარეთა სავანეც კი არსებობდა და დღესაც არსებობს, ხო აი სხვადასხვა სახის ასკეზას მიმართავდნენ. ეხლა ეს ასკეზა ჩვენ რო ესე სულიერი შინაარსი გამოვაცალოთ, ჩვეულებრივი მაზოხიზმი დარჩება, ხო? ანუ ესე იგი გამოდის რომ ერთი ცხოვრება გაქვს ადამიანს, ისიც ხანმოკლეა ამ ქვეყანაზე და იქაც თავს იტანჯავ. რას იტანჯავ თავს? ხო? მე დი რა ორი დღე ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და რაღაცა ისე ამოვნე, რაღაცა მეგობრებთან იყავ, მე არ ვამბობ რა ცუდი გააკეთე, არა, აი ჩვეულებრივად რა გაერთე რა. რამე კარგი, მაგრამ აი ნახეთ, აი ეს ადამიანები მე ხშირად მithქვამს ხოლმე, ის ადამიანების ბედნიერებას ეძებენ. ისინი ბედნიერებისკენ ისწრაფიან. სწორი მიმართულებით და სწორი მეთოდებით, იმიტომ რომ მათ კარგად იციან, რომ ჭეშმარიტი, მარადიული, უცვალებელი ბედნიერება ცოდვების მოკვდინებაზე გადის, საკუთარ თავში დაცემული ბუნებაზე, გამარჯვებაზე გადის. შენ თუ შენ დაცემულ ბუნებაზე ვერ გაიმარჯვე, შენი სულიერი თვალი თუ არ დაიწმინდა, რას ამბობს უფალი, ხო, ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუმცა ღმერთი იხილავს. შენ ღმერთს ვერ იხილავ. და შენ თუ ღმერთი ვერ იხილე, შენ ბედნიერი ვერასოდეს ვერ იქნები. ნახეთ, ანუ ისინიც ბედნიერებას ესწრაფიან, ოღონდ სწორი გზებით. მათ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება, აი ის მარადიული კომფორტი, თუნდაც ეს სიტყვაც რო გამოვიყენოთ, სულიერი გაგებით, ოღონდ, ხო? მხოლოდ და მხოლოდ აი ამ გზაზე გადის, რომ შენ უნდა რას გვეუბნება უფალი, როგორ ფორმულაც გვაწვდის აი ამ ბედნიერებისა. უარყავ თავითვისი, ხშირად მithქვამს ხოლმე ძალიან.
აღიღე ჯვარი და შეუმიდე მე. ნახე რაზე გადის. უფალთან მყოფობა, უფალთან მარადიული მყოფობა რაზე გადის. საკუთარი თავის უარყოფაზე, ჯვრის აღებაზე, ამ ჯვრის ტვირთვაზე, ბოლომდე გოლგოთამდე მიტანაზე, ჯვარცმაზე, სიკვდილზე და შემდეგ აღდგომაზე. აი გზა ბედნიერებისა, ნამდვილი ბედნიერებისა და ნახე, ჩვენ არასწორი მიმართულებით ვირჩევთ. აი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დავაკავშიროთ ხა ჩვენს უმთავრეს თემას, მადლიერებას, ხო, ნახეთ. მადლიერება და უმადურობა არის, აი მოდი პირდაპირ ესე ვთქვა, გამსაზღვრელი ადამიანის და რატომ? რატომ დაეცა ადამიანი? რატომ დაეცა, მოდი აი სულ პირველი გავიხსენოთ რა. ის მთავარ ანგელოზი. აი ესეთ კითხვას ხშირად სვამენ ხოლმე, რომ მას ხო არ ყოლია ვიღაცა სხვა ეშმაკი, რომელმაც აცდუნა, ხო? აი საიდან წარმოიშვა საერთოდ სოდვა, საიდან წარმოიშვა ამ პარტავნება? აი ნახეთ, აი როგორ ფუნდამენტამდე მივიდივართ, ესე როგორი ფუნდამენტური სოდვა უმადურობა ნახეთ და თანაც რაღაცა განუპირობებელი რაღაცისაგან თავისთავადი რა. რომ აი ნახეთ, მას არ ქონდა არანაირი საფუძველი, ესე რომ შევხედოთ იმისა, რომ დაცემულიყო, ხო, რომ თავისი ბუნება შეეცვალა. რომ გაამაყებულიყო და გაამპარტავნებულიყო, ნახეთ, ამ პარტავნების, აი ამ ყველაზე ფუნდამენტური ცოდვის, რომლისგანაც შემდეგ ყველა ცოდვა წარმოიშვება, შობელი გახლავთ უმადურობა. ნახეთ, ვერ დაკმაყოფილდა იმით, რაც მას ქონდა. ღვთისაგან ნაბოძები, იმ მდგომარეობით, იმ პატივით, იმ სიხარულით, იმ ბედნიერებით, რომელიც მას ქონდა, მან ჩათვალა, რომ მას უფრო მეტი ეკუთვნოდა. ნახეთ, ნახეთ უმადურობა, როგორი დამღუპველი რაღაცაა რა ადამიანის და შემდეგ ადამსა და ევასაც იგივე დაემართათ და ზოგადად ყოველი ადამიანი თუ უბედურდება თავისი უმადურობის გამო, რომ ვერ იფერებს იმ მდგომარეობას, რომელიც აქვს. აი, როდესაც შეკითხვას სვამენ ხოლმე, რომ როგორ ხარ, ხო, ესე ტრადიციული შეკითხვაა, ჩვენ რო ხვდებით ერთმანეთს, ხო და მე ორი პასუხი მაქვს ხოლმე რა, ორივე ერთმანეთის გავსია შინაარსობრივად, რა, ან პასუხობ ხოლმე, რომ ყველაზე კარგად ვარ. ერთი მეჩხუბა მახსოვს, რომ ყველაზე კარგად როგორ ხარ, შენ რა იცხვები როგორ არიან და მე ვთხარ, მე სხვებს კი არ ვეჯიბრები კაცო. მე ჩემი განცდით ვარ ყველაზე კარგად. და ნეტა ყველაზე კარგად იყოს კაცო. ისე როგორც აი ვთქვათ, მეუგზნობ ჩემ თავს. აი ნახეთ, მეორე პასუხი მაქვს კიდე ესეთი, რომელიც ხსნის აემ ჩემს პირველ პასუხს რა, თუ რატო ვარ ყველაზე კარგად ყოველთვის რომ იმაზე კარგად გაცილებით ვიდრე ემსახურებ. აი ნახეთ, ოღონდ ეს ადამიანმა გულიდან უნდა თქვას. აი ნახეთ, აი როგორი რამეა. აი ამ პასუხში არის მთელი მადლიერების საიდუმლო ჩადებული რა, რომ თუ კი ადამიანი ხედავს და ხვდება, რომ იმაზე ბევრად უკეთესად არის ვიდრე იმსახურებს, ის ყოველთვის მადლიერია და ყოველთვის ბედნიერია. და ამას როდის ხვდება, ნახეთ? როდესაც აქვს სინამ, ნახე როგორ უკავშირდება ყველაფერი ერთმანეთს, აი ეს გადამრჩენელი თვისებები, იმიტომ ამბობ, რომ ფუნდამენტური რამ არის მადლიერება და უმადურობა, ნახეთ. შეუძლებელია იყოს მადლიერი ამპარტავანი ადამიანი. ეს წარმოუდგენელი აღიძა. ამპარტავანი ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს. ოღონდ ეს ამპარტავნება ცოტა ფარული რაღაც, ამპარტავნება ძალიან ბევრი სახე აქვს. არსებობს აი თქვენ ეთერში მისაუბრე ამასთან დაკავშირებით თავმდაბლობით ამპარტავნება, როცა ადამიანი იმითიც იწონებს თავს, იმითიც კი რომ თავმდაბალია, თუნდაც თავის გულში რა, რომ აი მე ხო იმათნაირი არა ვარ ამპარტავანი და მადლობა მერთო, რომ ესეთი ამპარტავანი არა ვარ და მე თავმდაბალი ვარ და ამით თავი მოწონს და ამითი უკვე ის თავის გულში სხვა ადამიანს თავს აჭარბებს. ძალიან ბევრი შეფარული სახე აქვს ამპარტავანებას, ნახეთ. შეუძლებელია ამპარტავანი ადამიანი იყოს თავმდაბალი. არასოდეს არ არის ის კმაყოფილი. ამპარტავან ადამიანს შესაბამისად უმადურ ადამიანს მთელი სამყარო რო აჩუქო. არ კმარა. კიდე მეტი უნდა მას, იმიტომ რომ ის თulis რო უფრო მეც იმსახურებს, აგერ სწორედ ის თავარანგებულის ამბავი რო გავიხსენოთ, ხო წარმოიდგინეთ რა, ხა რა აღმატებული იყო, მაგრამ არა, ღმერთზე უფრო მეტი პატივი მოუნდა. ღმერთობა კი არ მოუნდა, ღმერთზე უფრო მეტი პატივი მოუნდა, რომ მასზე მაღლა ყოფილიყო რა, მასზე მაღლა დაედგა თავისი სარდალი რა. არ კმარა. და თქვენ რა გონიათ, მას რომ კიდე ის მეტი ქონოდა, ის დააკმაყოფილებდა, არ დააკმაყოფილებდა. მადური ადამიანი ესეთი რამე, მე მახსოვს აი, მინდა რომ გავიხსენოთ თუ გვაქვს ამის დრო. ერთი ესეთი ის იყო რაღაცა დიაფილმი ბავშვობაში უყურებდი ხოლმე რა და ესეთი რაღაცა იყო რა, საინტერესო იყო ძალიან რა და ამიტომ მინდა რომ გავიხსენო.
ერთ-ერთ სამეფოში მოკლედ რაღაცა ძალიან დიდი შიმშილობა თუ რაღაცა ჩამოვარდა, რაღაც ძალიან დიდი პრობლემა ქონდა მეფეს, და ვერაფრით ვერ მოაგვარა ეს პრობლემა რა. და უთხრეს მას, რომ ერთ-ერთ სოფელში ერთი ბრძენი ბიჭი ცხოვრობს, ახალგაზრდა ბიჭიო რა და იმას შეუძლიაო მარტო რომ რაღაცა კეთილი რჩევა მოგცეს და მოგაგვარებინოს. მოკლედ მოიყვანენ ამ ბიჭს, ეს ბიჭი მართლა რაღაცა ისეთ რჩევას მისცემს, რომელიც დაალაგებს ამ პრობლემას და ნუ მეფეს უნდა ეხა რომ მადლობა გადაუხადოს ამ ბიჭს და ეუბნო რომ შენისთან ისეთი პრობლემა მომიგوارეო რომ მზათავა რომ ნახევარი სამეფოც მოგცეო და გაგიყო რა და რაც გინდა მთხოვეო რა და ეს ბიჭი ეუბნო არაფერი არ მინდაო რა და არა რაღაცა მინდა მოგცე ხა ისე უმადურად ვერ გაგიშვებო გამორიცხულიაო რა და მთხოვე რაც გინდაო რა ჯიბიდან ამოიღებს რაღაცა მრგვალს ხუსახუჩი გახოულს ეს ბიჭი რა და აი ეს რასაც აიწონისო იმდენი ოქრო მომეცი და წავალო რა ეგ რა არისო კაცო რას მთხოვ რა მე ადამიანური მთხოვეო ესე არ მინდა მეტი არაფერიო აი ეს მომიცი რასაც ის აიწონისო რა და სასურს მოატანინებს მეფე და დადებს ერთ თეფსი მოკლედ აი ამ რაღაცას გახოულს მეორე თეფსი ხა დაახლოებით დადებს იმდენ ოქროს რომელიც თქვა იცის რომ აი მას უნდა გადაწონოს ხა ოქრო მძიმე მეტალია დადებს ძრავერ უყო კაცო ამას დაამატებს მაინც არა გავსებს იმ სასწორის იმას თეფს ოქროთი ვერ ძრავს ვერანაირად გამოატანინებს თელ თვალმარგალიც რაც კი არის მაშინ ხაზინაში დიდ სასწორს მოადა ვერაფერი ძრავერ უყოს აი ერთ პატარა რაღაცას რა რომელიც ამ ადამიანს ესე მსუბუქად ამოიღო ჯიბიდან და დადო მეფე ეუბნება მე რა რომ ოღონდაც მითხარი რა არისო არ მენანება შენთვის ეს ოქრო ვეცლე სუ შენი იყოს ხო გითხარი ნახევარ სამეფოსაც გაგი ოღონ მითხარი ეგ რა არის გახსნის ეს ბიჭი და ეს იყო ადამიანის თვალი და ამით კიდევ ერთი სიბრძნე უთხრა მეფეს და კიდევ ერთი სწავლება დაუტყვა რომ ნახე მეფეო ეს არისო ხარბი ადამიანის თვალი რომელსაც ვერაფერი ვერ აწყობს და ხომდენი თვალმარგალიტი დააყარდა ვერაფერი ვერ უქნა და ვერ გადაწონა ეხლა ერთი მუჭა მიწა მომიტანე უთხრა მოუტანეს ერთი მუჭა მიწა და დააყარა და გადაწონა ხარბი ადამიანის თვალსო მარტო მიწა აწყობს ანუ როცა მოკვდებაო მარტო მაშინ რა აი ნახეთ შემოძვირფასება ამიტომ ვამბობ მე რომ აი ძალიან დიდ ამას აი მაგიტო ვამბობ მაგიტო უსაო ხას რომ საზღვარი არა აქვს ამ ქვეყნიურ კეთილდღეობას შენ თვითონ თუ არ დაუდე საზღვარი შენ თვითონ თუ არ მიხვდი რომ სხვაგან უნდა ეძებო შენ ბედნიერება სხვაგან უნდა აიშენო ის შენი სულიერი სახლი აი იქ უნდა მიუტოდე უნდა გაიხსენო წმინდანები როგორ ცხოვრობდნენ თავად უფალი როგორ ცხოვრობდა როგორ პირობებში ცხოვრობდა როგორ ცხოვრობდნენ წმინდანები და როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი როგორი სავსენი იყვნენ მადლიერებით ყოველი კაპიკით ყოველი ნამცეცით რომელიც ჰქონდათ ღვთისაგან იცით რატო იყვნენ იმიტომ რომ თავმდაბლები იყვნენ იმიტომ რომ ისინი კარგად ხვდებოდნენ ხედავდნენ საკუთარ დაცემულობას საკუთარ ცოდვებს და ხედავდნენ რომ იმის ღირსიც არ იყვნენ რაც ჰქონდათ ღვთისაგან მართლა არ იყვნენ ანუ ისინი ესე სიტყვის მასალად როგორც ლამას სიტყვებს იმიტომ კი არ ამბობდნენ რომ იმაზე უკეთესად ვარ ვიდრე არა ისინი მართლა განიცდიდნენ ამას რომ არ იყვნენ თუ კი რამეს იმსახურებდნენ ეს მხოლოდ სასჯელი იყო და ჯოჯოხეთი და ხედავდნენ რომ სასჯელი და ჯოჯოხეთის მაგივრად ღმერთი ყოველწელს წყალობით და სიკეთით ავსებდა წმინდანები ამბობენ და გვასწავლიან რომ თავად ეშმაკსაც კი ეშინია მადლიერი ადამიანის იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც არის მაგით არის შემოსილი და წმინდა მამები გვეუბნებიან სოფო რომ იუდას რო ერთი მადლობა ეთქო ზიარების შემდეგ ის ამას აღარ გააკეთებდა ის მადლიერება უკვე ნახე მადლიერება რას უკავშირდება მადლს ხო მადლიერი ადამიანი ანუ ადამიანი რომელსაც ღვთის მადლი გააჩნია მადლიერება ხსნის ადამიანის გულს იმისთვის რომ შიგნით ღმერთი შემოვიდეს და ღმერთი თუ შემოვიდა მე ცოდვას ვეღარ ჩაიდენ განა იმიტომ რომ შენ ნება აღარა გაქვს ცოდვის ჩასადენად ვეღარ შეძლებ ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს ამას თავის პირველ ეპისტოლეში რომ როდესაც ადამიანში ღმერთის თესლი იმყოფება გულშიო ხო ანუ ღმერთი იმყოფება მასო ცოდვის ჩადენა აღარ შეუძლია და ეს რას ნიშნავს ეხლა თავისუფლება კი არ წაერთვა მას არა უბრალოდ აი როგორც ღმერთი ეხლა ღმერთს ხო შეუძლია ცოდვა ჩაიდინოს მაგრამ ამავდროულად არ შეუძლია იმიტომ რომ რატომ უნდა ჩაიდინოს ცოდვა ან როგორ უნდა ჩაიდინოს ღმერთმა ცოდვა ეხლა მე ხშირად მithქვამს ხოლმე მაგალითად ხალათზე რომ მიდგარა ხოლმე საქმე ხო თუ კი გიყვარს ადამიანი როგორ უნდა უღალატო აი რანაირად უნდა აი ეს ხო უნდა შეძლო ეს ხომ და მოახერხო რომ უღალატო
ალბათ ბევრჯერ გვიყალატი ახლა ჩვენს გულში მაინც ღვთისთვის და ადამიანისთვის ის, მაგრამ აი ყოველთვის როცა ეს გაგვიკეთებია, უნდა მივხვდეთ, რომ იმ დროს შენ არ გიყვარს ეს. იმ დროს შენი ეგოიზმი გძლევს. თორე თუ ადამიანი გიყვარს, შენ მისთვის ცხოვრობ და შენ ვერ შეძლებ რომ მას უხალატო, წარმოუდგენელია. დიახ. აი ესეთივე რამეა იმ შემთხვევაში თუ კი შენი გული მადლიერებით არის სავსე, შენ ვერ შეძლებ. დიახ. რომ რაღაცა არასწორად მოიქცეთ, ცუდად მოიქცეთ, მერც განეშორო, მერც უხალატო, წარმოუდგენელი ამას ვერ გააკეთე. მამასაბა, როდესაც ბედნიერი ადამიანი მაგ შემთხვევაშიც ავიწყდება ხოლმე, რა თქმა უნდა, მადლიერების გამოხატვა, მაგრამ როდესაც უბედურება შეემთხვევა, მაშინ მით უფრო საერთოდ არ ახსენდება მადლიერება და შეიძლება გავიგოთ კიდევაც, რომ რთულია ალბათ რომ საკუთარ თავში გარკვეული ძალები მოძებნო. აი როგორ უნდა გავაღვიოთ ეს მართვალი, როგორ უნდა ჩავთესოთ ჩვენში და შემდგომ როგორ უნდა მივცეთ მას საშუალება იმის, რომ გაღვივდეს და ეს მადლით შევიმოსოთ, როდესაც თქვათ სამწუხაროდ არაერთი ოჯახია, შეიძლება შვილია გარდაცვლილი, დედა, მამა, არ აქვს მნიშვნელობა. აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ადამიანი მადლიერი იყოს ამ ყველაფრის. მადლობა სოფო ამ შეკითხვისთვის, კარგია ძალიან. ნახე როგორი რამეა. როდესაც ადამიანის სული მომართულია მადლიერებით და მე როგორც თქვი განაპირობებს ერთი მეორეს, ნახე, მადლიერი ადამიანი მუდამ თავმდაბალი ადამიანია და მადლიერ ადამიანს ეხსნება სულიერი თვალი. სულიერი თვალი როცა ღია აქვს ადამიანს, ის ყველაფერს თავის ცხოვრებაში რაც ხდება, ღვთის გამგებულების შუქზე ხედავს. ნახე, აქედან გამომდინარე ის მუდამ ხედავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. სასიამოვნო თუ სიამოვნო კინეული თუ სასიხარულო ყველაფერი მის სასიკეთოდ ხდება, ნახე. ამას ყველაფერს აღიქვამს. ამ სწორი მოწყობა აქვს სულიერი ესეთ ადამიანს, სწორად ხედავს ყველაფერს და შეუძლებელია რაიმე ისეთი მოხდეს მის ცხოვრებაში, მათ შორის აი თუნდაც ესეთი მძიმე რაც არის თქვა ჩვილის გარდაცვალება, რომელმაც მას აი ეს მდგომარეობა დააკარგვინოს, იმიტომ რომ მან იცის კი რა თქმა უნდა ძალიან დამწუხრდება, რა თქმა უნდა ძალიან იტირებს, როგორც იობმა იტირა, ხო? 10 შვილები, სიძეები, ძლები ყველანი ერთ დღეს დაეხოცა და შემოიხია ტანსაცმელი, თავზე ნაცარი დაიყარა და ალბათ წარმოუდგენელია ივანე ოქროპირი აღწერს ამას, რომ აი შედის თითქოს იობის მდგომარეობაში და გვიყვება იმ ყველაფერს, რომ იობს ელაპარაკება, რომ რამ შეგაძლებინა, როგორ შეძელი, ამან რა გულმა გაგიძლო ამ ყველაფერს, რომ უყურებდი, რომ შენი ხელი და იმ შენი შვილების და შვილიშვილების და დაშლილი ისენი რომ გამოგქონდაო ნაწილები ამ ნანგრევებიდან, როგორ შეძელიო ეს, რა მართლა წარმოუდგენელი რაღაცა, რაც მან შეძლო და ურთულესი განსაცდელია ეს, მაგრამ ნახეთ, იობს ერთი საყუდური არ წამოწდენია ღმერთის მიმართ. იობს უბრალოდ ჯანსაღი შეკითხვა ებადებოდა, რომელზეც პასუხს ვერ პოულობდა და ის მეგობრებიც ვერ აძლევდნენ პასუხს, რომ აი რატომ მოხდა, რატომ დაუშვა, რისთვის დაუშვა, უკეთრად ვთქვა ღმერთმა ეს ყველაფერი და ამას ბოლოს გებულობს ამ ყველაფერს. და მე ღმერთი უხსნის და ღმერთი უორმაგებს იმ ყველაფერსაც მას ჰქონდა და კიდევ ხელახლა ჩუქნის იმ ათშვილსაც რა. ფაქტიურად შვილებიც გაუორმოგა, იმიტომ რომ ის გარდაცვლილი შვილებიც ხوارსად გამქრალან, ხო? ყველაფერი გაუორმაგა. სწორედ იმის გამო, რომ მან არ დაკარგა მადლიერება ღვთისადმი. ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარ თავში ეს ყველაფერი, ნახეთ. ამიტომ აი ჩვენ თუ გვინდა რომ ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას, განსაცდელს, ტკივილს, პრობლემას, რომელიც მეტნაკლებად ყველა ცხოვრებაში ეშვება, ხო? გაუნკლავდეთ ღირსეულად და სწორად ამან არ გაგვაბოროტოს, ხო? უნდა გქონდეს სწორად მომართული სული. უნდა ვიყოთ თავმდაბლები და უნდა გქონდეს მადლიერება ღმერთისადმი და უნდა ვიყურებოდეთ სწორად, უნდა ვიყურებოდეთ სულიერად. აი სულ ხშირად მithქვას ხოლმე რა, რომ აი კიდევ ერთი რეცეპტი ბედნიერებისა ეს არის რა, რომ ეცადო ყოველთვის იყურო ღმერთის გამოსახედით, ღმერთის თვალით შეხედო, ღმერთის განგებულების შუქზე შეხედო შენ ცხოვრებას და უცებ მიხვდები რომ ყველაფერი რაც შენ ცხოვრებაში ხდება ღმერთის საოცარი დიდებული განგებულებით, ყველაფერი შენ სასიკეთოდ ხდება, მტკივნეულიც და სასიხარულო უბრალოდ საჩუქარია ხოლმე ღვთისაგან, თორე სინამდვილეში სწორედ იმ მტკივნეულ პერიოდებში ვიზრდებით ჩვენ სულიერად. დიახ. ეს ან გვაქვს, ან არ გვაქვს, ასე გადაჭრით შეგვიძლია თუ არა ეს ვთქვათ, შესაძლებელია ალბათ ცხოვრების განმავლობაში ამის სწავლაც, ხო? აუცილებლად, ეს არ არის თანდაყოლილი თვისება. დიახ. ეს არის შესაძენი თვისება. დროთა განმავლობაში ამას განაპირობებს ოჯახური აღზრდა,
სკოლაც უნდა ასწავლიდეს ამას ყველაფერს, სოციალური გარემო და უპირველეს ყოვლისა ეკლესია, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მამასაბა საინტერესო სასიამოვნო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. პარტიაში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზის საბა ჭიკაიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.